Საქსტატის მონაცემებით 2025 წელს საარსებო შემწეობას 704.713 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.9% იყო. აქედან 240.391 იყო ისეთი, რომლის ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში. 2026 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა კვლავ ბუმის ფაზაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსში აღნიშნული თავის მხრივ ბუმის ფაზა გულისხმობს, რომ ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდის დადებითად აფასებს. სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის რეგულირების შესახებ კანონპროექტის მიღება იგეგმება, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებული სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კომისიის დასრულების შემდეგ შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როგორი იყო გზავნილები ფასების კომისიის ბოლოს ხდომის შემდეგ და რა დასკვნა გამოიტანეს დეპუტატებმა გეყვებით რამდენიმე წუთში. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციგაძე ვართ. დავიწყოთ. საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში სასურსათო პროდუქციის ფასს წარმოქმნას სწავლობდა, დაასკვნა, რომ ბაზარზე დამატებითი ინფლაციური ზეწოლა არ ფიქსირდება. საველე კვლევამ, რომელიც ძირითად სამოხმარებლო კატეგორიებს, ზეთს, ფქვილს, შაქარს და რძის პროდუქტებს მოიცავდა, აჩვენა, რომ ფასები კონკურენტული ბაზრის საშუალო ნიშნულზეა. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ეგრეთ წოდებული მაღალი დაბალი ფასების მოდელის დომინირება, სადაც პროდუქციის 70-80% აქციების პერიოდში რეალიზდება. შესაბამისად, მომხმარებლის მიერ გადახდილი რეალური საშუალო შეწონილი ფასი სისტემურად უფრო დაბალია, ვიდრე თაროზე მითითებული სტანდარტული ნიშნული. კომისიის დასკვნით FMCG სექტორი საქართველოს ეკონომიკის 20% შეადგენს და მისი ბრუნვა 21 მილიარდ დოლარს აღწევს. მიუხედავად ბაზრის მაღალი კონკურენციისა, ფასების ფორმირებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე სტრუქტურული ფაქტორი, მათ შორის საბრუნავი კაპიტალის მაღალი მოთხოვნა და გადახდების გახანგრძლივებული ვადები, რაც 60-დან 90 დღემდე მერყეობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საცალო ქსელების მოგების მარჟა საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებშია, ხოლო ფასდაკლებები არა მხოლოდ ქსელების, არამედ მომწოდებლების კეშბექის მექანიზმით ფინანსდება. აღნიშნული მიუთითებს იმას, რომ ფასების კორექტირება ღირებულებათა ჯაჭვში მარჟების გადანაწილების შედეგია. ბავშვთაყვების პროდუქტების კატეგორიაში კომისიამ განსხვავებული დინამიკა დააფიქსირა, რაც დიდწილად იმპორტზე დამოკიდებულებით და მიწოდების გრძელი ჯაჭვითაა განპირობებული. ამ სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტში ფასების ოპტიმიზაციისთვის რეკომენდებულია ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და გააუმჯობესებს მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პოზიციას. გარდა ამისა, ხაზგასმულია კერძო ეტიკეტის განვითარების მნიშვნელობა, რაც ევროპული გამოცდილებით მომხმარებლებისთვის დაახლოებით 25%-ით უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივის შეთავაზებას იძლევა. კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება კანონპროექტის მიღება სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის რეგულირების შესახებ. კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილებები მისნად ისახავს არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკების აღმოფხვრასა და ლოგისტიკის ცენტრალიზაციას. რეკომენდაციები ითვალისწინებს ლოგისტიკური ცენტრების განთავსებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რაც მცირე მეწარმეებს ქსელებში შესვლისა და მარკეტინგულ ხარჯებს შეუმცირებს. საკანონმდებლო ჩარჩოს იმპლემენტაცია ეტაპობრივად 6-დან 9 თვემდე პერიოდშია გათვლილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბაზრისათვის შესაძლო შოკური ეფექტი. კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ეყრდნობა საერთაშორისო აუდიტორულ ანგარიშებსა და პროფესიულ წყაროებს, ამას გვამცნობენ პარლამენტიდან. დეპუტატების კრიტიკის აპასუხოდ შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ დოკუმენტში ასახული ყველა ციფრი გადამოწმებულია ექსპერტების მიერ და ასახავს ობიექტურ რეალობას. თებერვლიდან მაისამდე პერიოდში კომისია მოусმინა რიტეილ, სადისტრიბუციო, ფარმაცევტულ და ავტოიმპორტიორ კომპანიებს, რის საფუძველზეც მომზადდა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავდა ფასწარმოქმნის მექანიზმების გამჭვირვალობის ზრდას და მონიტორინგის სისტემის დანერგვას.
სასურსათო ბაზრისაგან განსხვავებით ნავთობპროდუქტების სექტორში მკვეთრი ფასების ზრდა ფიქსირდება, რაც ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებებით არის განპირობებული. სახელმწიფო შეზღუდვების მონაცემებით მთავრობა საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვრდა, რაც პლაცის ფასის $1060-მდე მატების შედეგია. პარალელურად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სამედიცინო პროდუქტების გაძვირების ფონზე სადაზღვევო პოლისების ფასების ზრდას პროგნოზირებს. რაღაცნაირად მინდა შევაჯამო კომისიის მუშაობის მრავალკვირიანი ეფექტი, რთული საქმეა კი, მაგრამ ვცადოთ მაინც. პირველ რიგში კომისიამ დაადასტურა ის, რაც ბაზრისთვის ისედაც ცნობილი იყო, პრობლემა სისტემურია, ლოგისტიკა, გრძელი ჯაჭვი, საბრუნავი კაპიტალი, თუმცა დასკვნაში არ ჩანს არც ერთი მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებისთვის ფასს დღესვე შეამცირებს. ან ხვალ. მეორე არგუმენტი, რომ რეალური ფასი თაროზე მითითებულზე დაბალია, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ბაზარი high-low მოდელზეა დამოკიდებული. ეს არ ნიშნავს პროდუქტის გაიაფებას, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელი მუდმივად აქციების მოლოდინშია, რაც არასტაბილურ საყოფაცხოვრებო ხარჯებს განაპირობებს. მესამე, კანონპროექტი, რომელიც 6-9 თვეში უნდა ამოქმედდეს, ვერ პასუხობს მიმდინარე ეკონომიკურ შოკებს, მაგალითად საწვავის 72%-იან გაძვირებას, რაც ნებისმიერ სასურსათო სტაბილურობას ბჭყალებში მყისიერად გაანულებს. და მეოთხე, კომისიის აღიარება, რომ ადმინისტრაციული კონტროლი არაეფექტურია, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ბერკეტები ფასს წარმოქმნაზე მინიმალურია. დასკვნის სახით, მოკლე შეჯამება ასეთია, კომისიის მუშაობა უფრო მეტად გავდა ბაზრის ინვენტარიზაციას და პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის მცდელობას, ვიდრე რეალურ ეკონომიკურ ინტერვენციას ფასების შესამცირებლად. დროა საქმე საღამოში ვისაუბროთ საფონდო ბაზრების მიმოხილვაზე და შევაჯამოთ უკვე განვლილი კვირა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ამერიკისათვის, რადგანაც ამ კვირის განმავლობაში 3-ჯერ მოიხსნა რეკორდი და დღესაც, როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ახალ ისტორიულ მაქსიმუმს. ხედავთ, S&P 500 9% არის გაზრდილი ამ ეტაპზე, Dow Jones მცირედი 0.16%-იანი კორექცია, აი Nasdaq-ის შემთხვევაში კი მატება არის დაახლოებით 1%, S&P 500-ით და Nasdaq-იც ამჟამად იმყოფება რეკორდულ მაჩვენებელზე. თავად ეს რეკორდული შედეგები კი ძირითადად არის განპირობებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური შედეგებით. მოგეხსენებათ, გუშინ Google-მა გადაანგრია ფაქტობრივად ყველა მოლოდინი, რაც არსებობდა ბაზარზე. რეკორდულ ნიშნულზე წავიდა ის, რადგანაც ერთ დღეში 10%-ით გაიზარდა და დააფიქსირა 4.6 მილიარდიანი კაპიტალიზაცია, ძალიან მცირე ლამის 200 მილიარდიანი სხვაობა ახლა Google-სა და Nvidia-ს შორის. დღეს კი ინვესტორთა ფოკუსში არის Apple, რომელმაც ასევე გაგვაცნო თავისი ფინანსური შედეგები, აგრეთვე ძალიან კარგ მაჩვენებლებთან გქონდა საქმე და ამის ფონზე Apple-ის შეფასება, როგორც ხედავთ, 4.9%-ით არის გაზრდილი და კომპანიის კაპიტალიზაცია აჭარბებს 4.63 მილიარდ დოლარს. ასევე ძალიან პოზიტიური განწყობა გვაქვს ამჟამად Microsoft-თან, Amazon-თან და აგრეთვე Tesla-სთან, რომელიც ერთადაც 3.9%-ით არის გაზრდილი. საერთო ჯამში ინვესტორებმა 7-დან უკვე 5 ტექ გიგანტის შედეგები შეიტყვეს. ყოველი მათგანი იყო მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავლების მოგებისა და მოგების მარჟის მიმართულებით. გარკვეული შიშები მაინც არსებობს და ეს შიშები უმეტესწილად არის დაკავშირებული AI ხარჯებთან. მოგეხსენებათ, ეს კომპანიები მხოლოდ მიმდინარე წელს აპირებენ დაახლოებით 700-800 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას AI ინფრასტრუქტურაში. ეს კი ინვესტორებს ცოტა არ იყო და აფიქრებთ და ისინი გარკვეულწილად ღელავენ იმაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი ამ კაპიტალის ამოღება და ინვესტიციებიდან უკუგების დაგროვება, მაგრამ თუ Google-ს დაუჯერებთ, ეს უკუგება ძალიან მალე იქნება, რადგანაც Google-ის მოგება სულ რაღაც 6 თვიან პერიოდში გაიზარდა 81%-ით. მოკლედ, ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ძალიან კარგად აქვთ საქმე და ამის ფონზე ამერიკული საფონდო ბირჟა უკვე ყოველდღიურად ფაქტობრივად ადის ახალ რეკორდულ ნიშნულზე, გამონაკლისი 10 დღევანდელი დღე არ ყოფილა. ამერიკიდან გადავიდეთ უკვე ევროპაში, სადაც ასევე გვაქვს საკმაოდ პოზიტიური განწყობა და ევროპული ფლაგმანური ინდექსი STOXX 600 გაიზარდა 1.17%-ით. შანხაიც პოზიტიურად იყო დღეს წარმოდგენილი, +0.11 გვაქვს, ნიკეისთან კი არის +0.38%.
აქვე სანავთობო ბაზარზე გადავიდეთ, სადაც დღეს გვაქვს კორექცია, საშუალოდ 2.5% ჩემცირდა ნავთობის ფასი, ბრენტი $100 ივაჭრება, WTI $101. ასევე დაეცა ბუნებრივი აირის ღირებულება და დაუბრუნდა ის 45 ევროიან ნიშნულს, სადაც პრინციპში ვიყავით ჩვენ წინა კვირასაც. ოქროსა და ვარცხლებს ვისაუბროთ, ორივე მათგანი დღეს გაძვირებულია, ოქროს ფასი $4,628, ვერცხლის კი $75. ერთ წლიან პერიოდში, როგორც ხედავთ, ოქრო არის გაძვირებული 53%, ვერცხლი კი 138%. აქვე კრიპტოზეც უნდა ვისაუბროთ, საკმაოდ კარგი შედეგები აქვს, როგორც ხედავთ, კრიპტოინდუსტრიას 2%-ზე მეტით არის გაზრდილი ინდუსტრიის მაჩვენებელი და საერთო ჯამში კაპიტალიზაცია შეადგენს $2.680 მილიარდ. ბიტკოინის ფასი არის $78,300, ხოლო როგორც ხედავთ, ეთერიუმი დაახლოებით $2,300 ივაჭრება, მატება საშუალოდ გვაქვს 2%. ამის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმის $78 მილიარდია, ბიტკოინის კი დაახლოებით $1.5 ტრილიონი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ კი ბიტკოინის ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერ კრიპტოაქტივი შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მემართოთ CoinMania-ს, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. აქვე ჩვენ კრიპტობირჟიდან გადავიდეთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. FTSE ინდექსი მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს, თუმცა საქართველოს ბანკის აქციების შეფასება დღეს არის მცირედი შემცირებული და -1.72% გვაქვს, არადა ორი კვირის წინ კომპანია ავიდა ახალ რეკორდულ ნიშნულზე. ფაქტობრივად ანალოგიური შედეგი აქვს დღეს TBC-საც, რაც ზოგადი ინვესტორების განწყობით არის განპირობებული. და ბოლოს აქვე უკვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც ხუთშორის არის გამყარებული დოლართან და კურსი გვაქვს 2.69. ევროს კურსი არის 3.15, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.66. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, როგორც ხედავთ, ეს კვირა რეკორდული და ძალიან კარგი შედეგების მომტანი აღმოჩნდა და იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთივე იქნება მომავალი კვირაც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქმის საღამოს დასრულების შემდეგ თქვენ წინ გელით თელარა გელანდიას ავტორგადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში 9.1%-ით გაიზარდა. ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად 2025 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, მოლოდინები ბიზნესში და ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია. რას ამბობენ და რას ვერ გვიყვებიან რიცხვები. ოფიციალური ეკონომიკური სტატისტიკის და კვლევაზე დაფუძნებული ბიზნესის განწყობის ანალიზით. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმიან საღამოს ვაგრძელებთ პარასკევის ტრადიციით, შოთა ტყეშელაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ განვლილი კვირის მთავარ ეკონომიკურ და ბიზნეს ამბებზე და ალბათ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით უნდა დავიწყოთ 10.7% მარტში და საშუალოდ 9.1-ია, ხო, წლიური? დიახ, გავიგეთ გასული თვის მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ასევე მთლიანად პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პარამეტრები და საქსტატის წინასწარი შეფასებით, რაც ეფუძნება DHG-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მაჩვენებლებს. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10.7%. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კონკრეტული თვის ჭრილში საქართველოს ეკონომიკას არ ქონია, თუმცა აღნიშნული პარამეტრი აჩვენებს, რომ ზრდა იყო ორნიშნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დარდება წინა წლის პარამეტრებს და გვახსოვს წინა წელს პირველ კვარტალში გარკვეული დაძაბულობა იყო უფრო მეტად პოლიტიკაში, ქვეყანაში და იმასთან შედარებით ეკონომიკური პარამეტრები არის მნიშვნელოვნად გააქტიურებული და შესაძლოა საბაზო ეფექტითაც იყოს ეს. დიახ, დაბალი საბაზო მაჩვენებლები იყო, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ მაღალი ზრდა არის. პირველ კვარტალში დაფიქსირდა 9.1% და უკვე პოზიტიურობისკენაც ზრდის მიმართულებითაც გადახედეს კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Galten-Tagart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, აქამდე თუ აღნიშნული ორგანიზაცია 6%-იან ზრდას ვარაუდობდა წლის ჭრილში, ახლა უკვე 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ, თუმცა ასევე გადაიხედა ინფლაციური პროგნოზი და ისიც გაიზარდა, აქამდე ნავარაუდები 4.2%-დან. რაც შეეხება მარტის, მან დეფექტი ხო არ ეხნებოდა ნავთობგადამამუშავებელი, ეს თქვა საწარმოს ამოქმედებას, ანუ შესყიდვას.
ავტობის გადამუშავებას და შემდეგ ექსპორტს. შესაძლოა აღნიშნულ ფაქტორსაც ჰქონდა გავლენა, რადგან ვნახეთ, რომ დამამუშავებელ მრეწველობაში იყო ზრდა, ასევე ვიცით ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ამ მხრივ ზრდაზე მიანიშნებს. თუმცა დეტალური პარამეტრები უშუალოდ რამდენი მილიონი იყო თითოეულ სექტორში ბრუნვა არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ შემცირება დაფიქსირდა ტურიზმის სექტორში, რაც დაკავშირებული არის ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომთან, რის გამოც ვიზიტორთა ნაკადი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უკვე საგრძნობლად შემცირდა. კვების და გართობის ინდუსტრია იყო საკმაოდ შემცირებული. რესტორნების და სასტუმროების სექტორში დაფიქსირდა კლება. შოთა, ასევე მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ სააგენტო აწარმოები საქართველოში იცვლება სტრუქტურულად მენეჯმენტის დონეზე და ამის ფილოსოფიურადაც. რა ცვლილებებია, რაც უნდა მიაქციონ მაყურებლებმა ყურადღება და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომელთაც შეიძლება ქონოდათ სურვილი, იმედი ან რაღაცნაირად მოლოდინი იმისა, რომ ამ სააგენტოთი მიიღოთ გარკვეული დაფინანსება და სარგებელი. დიახ, სააგენტო აწარმოებს საქართველოში უკვე არაერთი წელია ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული CPR-ის, რომელიც ბიზნესისთვის სასხების თანადაფინანსებას ახდენს, ძირითადად წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ ფართო შეთავაზებები ბიზნესისთვის და გასულ კვირაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ვიცით, რომ ამ სააგენტოს საფუძველზე უნდა დაფუძნდეს სახელმწიფო კორპორაცია, საუბარი არის საქართველოს განვითარების კორპორაციაზე, თუმცა კონკრეტული მიმართულებები ფორმას იცვლის და ცალკე იურიდიული პირის სახით გამოეყო აწარმოე საქართველოს. საუბარი არის ინვესტიციების და ექსპორტის წახალისების მექანიზმებზე, აღნიშნული დეპარტამენტები, რომლებიც აწარმოე საქართველოს ქვეშ იყო, დაფუძნდება როგორც ცალკე იურიდიული პირი, საუბარი არის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოზე, ასევე განხორციელდა შერწყმა ამ სააგენტოსა და მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო კერძო პარტნიორობის სააგენტოს შორის, PPP სააგენტოს შორის, რომელიც თითქმის უფუნქციო იყო გასული წლების განმავლობაში და უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს ექსპორტისა და ინვესტიციების მხარდაჭერის სააგენტო ფუნქციონირებას, რაც შეეხება მენეჯმენტს. აქამდე აწარმოე საქართველოშის ხელმძღვანელობდა მიხეილ ხიდურელი და ის გადაინაცვლებს ექსპორტისა და ინვესტიციების მხარდაჭერის სააგენტოში, ხოლო ამ სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 17 მილიონი ლარი იქნება. კარგი და BEG-ის ინდექსი, რომელიც გამოქვეყნდა, რამდენიმე მიმართულებაა BEG-ის ინდექსში და შენ რაზე გამახვილებდი ყურადღებას? დიახ, დღეს გავიგეთ BEG ინდექსი, ეს არის საქართველოს მსხვილი ბიზნესის განწყობა, რომელიც ასახავს ირანში ომის დაწყების შემდეგ პირველ მაჩვენებლებს, რადგან აქამდე აღნიშნული ინდექსი 2025 წლის მეოთხე კვარტალს ასახავდა, ეს კი უკვე არის 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. ბიზნესების გამოკითხვა ჩატარდა 4-7 მარტის პერიოდში და ინდექსი აჩვენებს, რომ გაუარესებული არის მთლიანობაში მოლოდინები წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. გაუარესება არის 2.5% პუნქტი და უფრო მკვეთრი არის გაუარესების მოლოდინი მომდევნო 6 თვიან პერსპექტივაში, რაც ძირითადად მაღალ გაურკვევლობას და ნედლეულზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. თუმცა გაუმჯობესებული არის მოლოდინები დამამუშავებელი მრეწველობის თვალსაზრისით, თუმცა მთლიანობაში ბიზნესების მოლოდინები მას შემდეგ რაც სხვა სექტორები ჯამში გაუარესებულია. დიახ, გაუარესებას ასახავს აღნიშნული პარამეტრები. მადლობა, შოთა ინფორმაციისთვის, შოთა ტრაშელაშვილი იყო, საქმე საღამოს პირდაპირ ეთერში ჩვენ პატარა საინფორმაციო ჭრა გვიქნება და გავაგრძელებთ ეთერს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ ზრდას აჩვენებს, რაც პირველი კვარტალის მონაცემებითაც დასტურდება, როცა სექტორის ზრდა 18% შეადგინა. ამის შესახებ მან დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე BMG-სთან ისაუბრა.
გალტენ თაგარტის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების 12% სწორედ ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ამბოლის მიერ შპს ვისოლ ავტო ექსპრესის აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კომპანიები ავტოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ გლობალ ავტო იმპორტი. დროა დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე ვისაუბროთ გეოპოლიტიკის მიმართულებით. ეს უკავშირდება ირანს, როგორც ცნობილი გახდა, თეირანმა ამერიკას გაუგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკების შეთავაზება. გარკვეულწილად ახალი წინადადება, რომელიც პაკისტანის შუამავლობით გადაეცა ამერიკას და წესით უნდა გამოეწვია მინიმუმ მოძრაობა და ცვლილებები ამ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ამ კვირას იყო ფაქტობრივად სრულად გაყინული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ტრამპს ეს წინადადება დიდად არ მოეწონა და მან თქვა, რომ ამ წინადადებას სერიოზულად ამერიკაში არც კი განიხილავენ. ჩვენ არ ვიცით რა წერია იმ წინადადებაში, ეს გრიფით საიდუმლოთი არის დაცული, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ლოგიკურად, სავარაუდოდ იქ ეწერა მშვიდობის მიღწევა ბირთვული შეთანხმების გარეშე. წინა შეთანხმებაშიც ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რაზედაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ. როგორც ან სხვა საკითხებზე გარკვეულწილად კონსენსუსი არის მიღწეული, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე და პოტენციურად ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტაზე, მაგრამ აი ამ საკითხზე, რაც არის ეს ბირთვული პროგრამის შეჩერება და იქ უკვე არსებული ბირთვული ნარჩენების გამოტანა, აი ამ საკითხზე თავი საკითხი არის ძალიან. ხო, თავი საკითხი ეს არის ზოგადად ეს ომი ამის გამო დაიწყო, თუ ტრამპს დაუჯერებთ, ომი დაიწყო ბირთვული პროგრამის გამო. ბალისტიკური რაკეტები რომ ქონდა ირანს, ეგ ისედაც ვიცოდით და არავის ამის გამო განგაშის ზარები არ შემოუკრავს. აქ ბირთვული არაღი იყო პრობლემა. მოკლედ, პირველი საკითხი იყო ბირთვული და შემდეგ მოყვებოდა ამას იგივე ბალისტიკური რაკეტების თემა, შემცირების და ისევე მოყვებოდა ასე ვთქვათ ორგანიზაციების დაფინანსება, ანუ ამას მოყვებოდა დანარჩენი საკითხი. თავარი პირველი, ანუ ირანმა ჩახსნა პირველი, ამოწია რაღაც მეორე და თქვათ მესამე. რაც ირელევანტურია პირველის გარეშე. და ყველაფერს აზრი ეკარგება. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს მოლაპარაკებები არის შესული ჩიხში, ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ. გამოსავალი აქედან ჯერჯერობით არ ჩანს, თუ რომელიმე მხარე რამეს არ დათმობს და თუ არ დათმობენ, მაშინ ტრამპი უკვე ამზადებს გეგმა B-ს. და გეგმა B არის ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამხედრო ბლოკადის გაგრძელება იქამდე, სანამ უბრალოდ ირანის მთავრობას ფული არ დაუმთავრდება და ეკონომიკური კოლაფსის შედეგად მთავრობა არ ჩამოიშლება. ასეთი სცენარია რამდენად რეალისტურია და რამდენად ასე ვთქვათ, დროსთან მიმართებით ატანადია, ეგ უკვე სხვა საკითხია, რადგანაც ირანის ასე ვთქვათ, ეკონომიკურ კოლაფსამდე მიყვანას შეიძლება შეეწიროს გლობალური ეკონომიკური ზრდაც, რადგანაც ჰორმუზის სრუტის ამდენი ხნით ჩაკეტვა უბრალოდ შეუძლებელია ბოლო-ბოლო რეგიონის სხვა სახელმწიფოები გამოხატავენ ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას, რადგანაც მათაც ფაქტობრივად ორი თვე ეკონომიკა გაუჩერდათ. ცხადია, ზოგიერთი მათგანი მზად არის ამ საზღაურის გადასახდელად, ოღონდაც ირანის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს, მაგრამ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, იქ რაღაც ხელისუფლება მაინც შენარჩუნდება და ერთდროს მაინც აღდგება ჰორმუზში მიმოსვლა და შესაბამისად ერთი აიათოლა თუ არა მეორე მაინც იქნება ირანში, ამით არსებითად არაფერი არ შეიცვლება და წესით ეს არც არავისთვის არ იქნება შედეგის მომტანი სცენარი. კატასტროფულად ამოზიანებელი იქნება თავად დონალდ ტრამპისთვის. შეიძლება, ანუ მთელი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ძალაუფლება შეეწიროს ამასაც. ეს სცენარი ასეთ არ არის ალბათ მისაღები არანაირ შემთხვევაში. თავად ისრაელსაც საკმაოდ მძიმე სცენარი იქნება ამ შემთხვევაში თუ ესე განვითარდება. კარგი, გადავიდეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეგმავს გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას და ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რა თქმა უნდა, თუმცა ტრამპს ეს ასეთი განცხადება კი არა და გადაწყვეტილება აქამდეც მიუღია, თუმცა ამაზე მოგვიანებით გეტყვით. საყურადღებო ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსის ცნობით აღნიშნული პოსტი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებისთვის იყო მოულოდნელი. ანუ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა კონტინგენტის მოძრაობა უნდა დაიწყოს და თან შემცირების მიმართულებით და შესაბამისად არანაირი დირექტივა ამასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ
ვაშინგტონის პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან და დიდი ხანია ვლადიმერ პუტინი ითხოვს ნატოს ძალების შემცირებას ზოგადად ევროპის კონტინენტზე. ეს უბრალოდ პოლიტიკო ვარაუდობს და უბრალოდ ფაქტს აკეთებს კონსტანტირებას, რომ უძღოდა წინ სატელეფონო საუბარი, არაფერს ამით არ ამტკიცებს, თან ტრამპმა იცის სასამართლოების გზებით თუ რომ ის მტკიცება დაიწყო ამა თუ იმ გამოცემამ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის პოსტ დროში დაემთხვა ის ფაქტიც, რომ მერცმა გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი რაღაც ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომები და თქვა, რომ არსებულ პირობებში თეირანი ვაშინგტონს ამცირებს და ანალიტიკოსების შეფასებით სწორედ მერცის სიტყვები გახდა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების თუ წყენის თუ გაბრაზების მიზეზი. ცნობისთვის დონალდ ტრამპმა მერცის კრიტიკას მალევე უპასუხა და გერმანელ კოლეგას მოუწოდა, რომ მეტი ყურადღება ენერგეტიკულ და მიგრაციულ პოლიტიკაზე გაამახვილოს და ამ პრობლემების მოგვარებას დაუთმოს დრო. საინტერესო კრიტიკა ამ დონეზე პოლიტიკისა, რაღაც კეთვიან და შენს პრობლემებს მიხედე და ახლავით ეგეთი იყო, რომ საიმიგრაციო პოლიტიკას მიხედეო, დანარჩენი კრიტიკა რა თქმა უნდა დონალდ ტრამპმა არ მიიღო მერცისგან, რაც უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების დამცირებას. ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამერიკული ძალების გაყვანა რუსეთის შეკავების მექანიზმს დაასუსტებს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ალიანსის შიგნით დაძაბულობა ირანთან მიმდინარე ომის პირობებში საკმაოდ დიდია, ისედაც და ასევე ცნობისთვის გერმანიაში ამჟამად არის 35,000-დან 40,000-მდე ამერიკელი სამხედრო. ქვეყანაში განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული და აფრიკული სარდლობების ცენტრები, ასევე უმსხვილესი სამხედრო ჰოსპიტალი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კონტინგენტი სხვა ქვეყანაში გადასროლა ან შემცირება მილიარდობით დოლარის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ასე არ ხდება, ასე ვთქვათ. დანახარჯების გარეშე. ამასთან საყურადღებო ის ფაქტიც, რომ კონგრესის მიერ მიიღებული კანონი პენტაგონს ევროპაში სამხედროების 76,000-მდე ქვევით შემცირებას უკრძალავს და ამისთვის ასე ვთქვათ შეფასებაა გარკვეული საჭირო იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი იქნეს გადადგმული, ამიტომ ასე მარტივად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე არ არის და როგორც ვახსენე, ასეთი გადაწყვეტილება ტრამპს მიღებული აქვს 2020 წლის ივლისში მიიღო დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება 12,000 სამხედრო მოსამსახურე უნდა გაეყვანა გერმანიიდან, თუმცა მაშინ რაღაცა პოლიტიკური და ადმინისტრაციული საკითხები იყო, რომლის გამოც მოკეთ ეს გადაწყვეტილება სისრულეში ვერ მოვიდა. ხო, აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება, ამერიკის ვალის მოცულობა იზრდება და სხვათა შორის უკვე ამერიკის საჯარო ვალის მოცულობამ მიაღწია ახალ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მაჩვენებელს. მშპ-ს 100%. ანუ ახლა ამერიკის საჯარო ვალი უკვე არის 31.2 ტრილიონი დოლარი, რაც ზუსტად ის მოცულობაა, რაც არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკის მოცულობა. აქ არ უნდა დაგვაბნიოს იმ ფაქტმა, რომ რეალური ამერიკის ვალი უფრო მაღალია და ის შეადგენს 39 ტრილიონზე მეტს, მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ საჯარო ვალი და კერძო ვალი. აქ ორი სხვადასხვა რამე. დანარჩენი კერძო ვალია, კერძო ვალში ძალიან ბევრი რამ შედის, მათ შორის კომპანიები, კერძო პირები, ფონდები და ასე შემდეგ. ამას არ ვითვლით კერძო ვალი, კერძო სუბიექტების პრობლემა, მაგრამ საჯარო ვალი მთელი ქვეყნის პრობლემაა და 100%-იანი ვალი მშპ-სთან მიმართებით ზოგადად ყველას პრობლემაა, განსაკუთრებით როდესაც ამხელა ვალზე გვაქვს საუბარი. ამ ვალის მომსახურება ამერიკას უკვე მხოლოდ პროცენტის გასტუმრება ყოველწლიურად ტრილიონი დოლარი უჯდება და რაც ყველაზე უარესია დროსთან ერთად, რაც უფრო იზრდება ვალის მოცულობა, პროცენტული ძირის დაფარვა იმდენად ძვირჯდება, რომ შეიძლება საბოლოო ჯამში ისე გამოვიდეს, რომ ამერიკის ბიუჯეტში ყველაზე დიდი ნაწილი ხარჯების ყოველწლიურად იყოს გამოყოფილი პროცენტის დაფარვაზე და არც ჯანდაცვაზე ან თავდაცვაზე, რაც თავისი ასეთ კარგი მოცემულობა ნამდვილად არ არის. სხვათა შორის ერთი საინტერესო სტატისტიკა არის აქ ის, რომ ამაზე მაღალიც ყოფილა მშპ-სთან მიმართებით პროცენტულად. ვალი და ეს იყო 1946 წელს, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდია, როდესაც ამერიკას სჭირდებოდა ეკონომიკურად სწრაფად აღდგენა ომიდან გამოსვლის შემდეგ და იმ დროს მკვეთრად გაზარდეს ვალი და იმ დროს იყო 106%, თუმცა რა თქმა უნდა 31 ტრილიონი მაშინ არ იყო ვალი და არც მშპ არ იყო 31 ტრილიონი, ანუ ახლა ნომინალურ რიცხვებში ვიმყოფებით რეკორდზე, პროცენტული რეკორდი კი იყო 1946 წელს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ვალის დაგროვება, წესით ეს რეკორდიც ძალიან მალე დაიძრება და უფრო მაღალ ნიშნულზეც გადავა. სხვათა შორის პროცენტული შეფარდებით მშპ-სთან ამერიკამ სოფლიოში პირველ ადგილზე ნამდვილად არ არის, მას ძალიან ბევრი ევროპული და აზიური სახელმწიფო უსწრებს, იაპონია უსწრებს მაგალითად, ასევე ჩინეთიც უსწრებს, უბრალოდ მალავს გარკვეულწილად
ბუღალტრული ანგარიშგების საინტერესო მეთოდოლოგიით, ასევე ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაც მათ უფრო მაღალი ვალი აქვს მშპ-სთან მიმართებით, თუმცა ნომინალში ცხადია 31 ტრილიონზე მეტი ვალი არც სხვა ქვეყანას ნამდვილად არ აქვს. ვერც აიღებს და არც არავინ ამდობს ამ ფულს სხვა ქვეყანას. არ მისცემენ უბრალოდ მაგდენ ფულს. ეს ვალი არ უშლის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასე ვთქვათ სახელმწიფო დეპარტამენტს ხელს იმაში, რომ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დამცავი სისტემის აღსადგენად გამოყოს $100 მილიონი. როგორც ირკვევა, ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმის, რაც დაზიანებული კონსტრუქციის რეაბილიტაციას დასჭირდება. ჯამში საუბარი არის 500 მილიონზე, რომელიც სჭირდება რეაბილიტაციას ამ კონსტრუქციისა, რომელიც იცავს რადიაციისგან არა მარტო ტერიტორიას, არამედ ევროპის დიდ ნაწილსაც. მათ შორის, სხვათა შორის მნიშვნელოვანია ის თითქოს, რომ უსაფრთხო დამცავი კონსტრუქციის აგების საჭიროება რუსული დრონებით თავდასხმის შემდეგ გახდა საჭირო, დაზიანდა იქ დაახლოებით 15 კვადრატული მეტრიაო, 15 კვადრატული მეტრის ღრმულია გაჩენილი მოკლედ დამცავ ფარზე, რომელიც არის ჩერნობილში განთავსებული და შესაბამისად და მისი შეკეთება ჩვეულებრივი გზებით შეკეთება ძალიან რთულია. მეორე მხრივ გარდა თქვათ ტექნიკური ასე თქვათ თვალსაჩინო დაზიანებისა, იქ არის საუბარი იმაზე, რომ გადამცემი ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული და ეს გადამცემი ინფრასტრუქტურას, რომელიც ომავს რადიაციას და გადასცემს სიგნალს საკმაოდ ძვირადღირებული. ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების გარდა G7-ის წევრი ყველა ქვეყანაა პრინციპში ჩართული. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას მოუწოდებს, რომ მობილიზება მოახდინონ დანარჩენი 400 მილიონისა, რადგან უკრაინა თავად ამის დაფინანსებას ცხადია ვერ მოახერხებს და მას საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე 10 წლეულით გადადებს ეს პროცესს, თავად დაზიანება ამ ობიექტისა, პროცესს, რომელიც უკავშირდება საერთოდ მეოთხე ასე ვთქვათ ტერმინალის დახურვას იქ ჩერნობილში და საფრთხეების შემცირებას. და ბოლო ასე ვთქვათ ამბავზე უნდა ვისაუბროთ, რაც უფრო ტრამპის სურვილების კატეგორიას განეკუთვნება და არც რეალობას. მოკლედ ტრამპს უნდა ახალი ინიციატივის შექმნა და ამ ინიციატივის შინაარსი უნდა იყოს ჰორმუზის გახსნის კოალიცია. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ტრამპს უნდა რომ ნავიგაცია აღდგეს ჰორმუზში, მაგრამ ეს მოხდეს საერთაშორისო მეგობრობის და ამერიკის პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობით. ასეთი ინიციატივა წარმოადგინა სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები სახელმწიფოებს, ალბათ უფრო ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ ამ შეტყობინებას, მაგრამ ძალიან საჭიროა რომ ვინმე ჩაერთვება ამ პროცესში, რადგან როგორც ხედავთ, მთელი ომის განმავლობაში ლამის ყველა ქვეყანამ თავი აარიდა ამერიკის ყველა სურვილს, მოთხოვნას და მოპატიჟებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც არავის არ უნდა ამ საკითხში ჩარევა, ამიტომაც აი ამ ინიციატივაზე დიდად იმედები არ უნდა დავამყაროთ, საბარაუდოდ კოალიციას ვერ ვიხილავთ და ჰორმუზი ისევ დარჩება ისე დაკეტილი, როგორიც ის არის. გაეროს ალტერნატივას რო ქმნიდა. გაეროს ალტერნატივამ როგორც გაამართლა და იმუშავა, ისე იმუშავებს ახლა ეს ინიციატივას. მოკლედ ეს ალბათ არ შედგება, მასზე დიდად ფსონები არ დადოთ. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. როგორ გამოუთხარა ირანმა კატარს ცირი და რა გრძელვადიანი რისკების წინაშე დადგა ქვეყანა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გათხევადებული ბუნებრივი აირის უალტერნატივო ექსპორტიორად მიიჩნეოდა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემა შემოგვიერთდება ერეკლე ფოლადიშვილი, ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. 10 წლეულების განმავლობაში გათხევადებული ბუნებრივი აირი, იგივე LNG, კატარის სინონიმად იქცა. სპარსეთის ყურის ქვეყნების ალიანსის ამ გამორჩეული წევრის, რომელსაც უმეტესი არაბი მეზობლებისაგან განსხვავებით, ტერიტორია არასდროს ჰქონია დიდი, თუმცა ისწავლა როგორ გარდაექმნა უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად. სიცხადისთვის მასზე მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი მოდის. თავისი არსით LNG რთული საინჟინრო პროცესების მეშვეობით მიღებული ბუნებრივი აირია, რომელიც -163 გრადუსზე ცივდება, რაც მას მოცულობაში 600 ჯერ კუმშავს და მკვრივ სითხედ აქცევს. სითხედ, რომლის გადატანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ამ ინოვაციამ ქვეყნის რესურსი 250 მილიარდ დოლარიან გლობალური მოხმარების პროდუქტად აქცია. LNG თავდაპირველად მხოლოდ ძლიერი მწარმოებელი თუ მომხმარებელი ქვეყნებისთვის, მაგალითად იაპონიისა და ინდოეთისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საყოველთაო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე დაფიქრდა და გათხევადებული ბუნებრივი აირი, როგორც გარდამავალი პროდუქტი შავ ოქროს, ბუნებრივ აირსა და მზის ენერგიას შორის
ისე მიიღო. ის იქცა თანამედროვე ენერგეტიკული სისტემების ხერხემლად, რომელიც ამარაგებდა ყველაფერს, სასუქების წარმოებიდან დაწყებული ევროპისა და აზიის ელექტროქსელებით დამთავრებული. ცხადია, ამ ყველაფრის ეპიცენტრში რას ლაფანის ინდუსტრიული ქალაქი იდგა, კატარის ეკონომიკური გული, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაუგდია შეკვეთა. თუმცა ეს გული 18 მარტს ირანმა პირდაპირ გაგებით გახვია ცეცხლის ალში. ის არ ეყოფოდა კატარს, რომ ჰორმუზის სრუტე, როგორც ექსპორტის ერთადერთი გზა ჩაეკეტა, მალევე მისი ინდუსტრიული ზონაც დაიბომბა და ქვეყანას ფორს-მაჟორის გამოცხადება მოუწია. წლების განმავლობაში გამტკიცებული რეპუტაცია, რომელზეც რიგმა ქვეყნებმა თავიანთი ეკონომიკა დააშენეს, უმოკლეს პერიოდში ჩამოიშალა, რადგან ყველა მიხვდა, რომ ამ ქვეყანამ თავისი მთავარი ხიბლი, მუდმივი ხელშეუხებლობა დაკარგა. სტაბილურობის განცდა გაქრა, სწორედ ეს იყო ის მიზანი, რომელსაც ირანმა სამაგალითოდ მიაღწია. მართალია, ამჟამად ირანს რასლაფანზე თავდასხმები შეწყვეტილი აქვს და კიდევ უარესი შიშით კატარმა საპასუხო რეაგირებაც ვერ გარისკა და ალბათ ვერც გაბედა, თუმცა რისთვის თვალის გასწორებაც არა მარტო მას არამედ მთელ მსოფლიოს უწევს, არის ის, რომ დაზიანების მასშტაბი კოლოსალურია. ყველაზე ოპტიმისტური დათვლებითაც კი გათხევადებული ბუნებრივი აირის მთავარი ცენტრი ომამდელ ვითარებას 2030 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ამასობაში კი მსოფლიო მის გარეშე გააგრძელებს არსებობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საკუთარი LNG-ის ექსპორტზე გატანა. მართალია ეს საკმარისი არ არის და კატარის შესაძლებლობებს ვერ შეედრება, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ქვეყნები ახალ მარშრუტებს შეაჩვიოს, სადაც ფული კეთდება, იქიდება ინვესტიციაც და საეჭვოა აშშ-მ მეტი ობიექტის გახსნისა და წარმოების გაზრდისაგან რამე მოტივით თქვას უარი. და ვიდრე კატარი ძალების აღდგენა შეეცდება და შეძლებს, მის ეკონომიკას 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალთან მოუწევს გამომშვიდობება. თუმცა ეს კატარისთვის ბოლო ცუდი სიახლე ნამდვილად არ არის. რადგან ბლუმბერგის ანალიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას არის საფრთხე, რომ ვიდრე ეს არაბული ქვეყანა ფეხზე დადგება, შესაძლოა მსოფლიომ უფრო გაჩქარებული ტემპით დაიწყოს მწვანე ალტერნატივებზე გადართვა. ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ძალიან ბევრ ქვეყანას მიახვედრა, განსაკუთრებით კი კატარის მომხმარებლებს, რომ საკუთარ წარმოებაზე უკეთესი და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასარგებლო არაფერია. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ხანმოკლე პერიოდით განაახლეს დაკონსერვებული ქვანახშირის სადგურების სამუშაოება, თუმცა დაანონსეს, რომ მალე რესურსს საკუთარის მწვანე ენერგიის შექმნაზე გადართავენ. მზე ყველგანა და ვერც ქარს გამოკეტავ რომელიმე სრუტეში. დასასრულს ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ეს მოცემულობა. ირანის მიერ დაბომბილ რასლაფანის ინდუსტრიულ ქალაქს ეშველება. ადრე თუ გვიან ეშველება, თუმცა ძალიან რთულია რამე ეშველოს იმ დაკარგულ ნდობას, გაჩენილ შიშსა და ადგილობრივ მწვანე წარმოებაზე გადასვლის შეუქცევად ტენდენციას, რომელსაც კატარი ვერსად გაექცევა. საქმეის აღამო გავაგზავნოთ გლობალურ ბიზნესში განვითარებული მოვლენებით და რაღაც კვარტალური შედეგების შეჯამების კვირეული გვაქვს, კვირის ბოლო ნაწილი, რა თქმა უნდა და Apple-ს უნდა შევეხოთ, რომელმაც კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მისი შემოსავლები არის გაზრდილი და ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს, ისევე როგორც ბევრი კომპანიისა, რომელზეც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ. Google იქნებოდა ეს, Amazon-ი და სხვა კომპანიები. Apple-ის შემოსავლებმა 143.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 16%-იანი ზრდა იყო. ამ შემთხვევაში მთავარი გამწევი ძალა აღმოჩნდა iPhone-ების გაყიდვები, რომელიც კოლოსალურად გაიზარდა პრინციპში, იმიტომ რომ რეალურად ჩინეთის ბაზარი, საიდანაც 25 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, ამერიკული ბაზარი 52 მილიარდზე მეტი და ასე ვთქვათ, ევროპული ბაზარი, რომელმაც 38.1 მილიარდის შემოსავლე მოიტანა. ასევე გაზრდილი იყო საოპერაციო მიმართულებით შემოსავლები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოკლედ Apple-ს კარგად აქვს საქმე ამ შემთხვევაში, თუმცა შემცირებებიც იყო, შემცირება შეეხებოდა აქსესუარებს და ასევე ლეპტოპებს და კომპიუტერებს, რომლის გაყიდვებით შემცირებულია.
დაბალი შედეგები რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ მაინც კორექტირება კლების ტენდენციით მოხდა. მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 0.44%-ით გაიზარდა Apple-ის აქციები და მოლოდინი აქვთ ინვესტორებს და Apple-ის მენეჯმენტსაც, რომ ზრდა მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდება და წელს საკმაოდ დიდი ზრდით დახურავდა. კი, ეგ ზრდა სხვათა შორის გუშინ უკვე აღიბეჭდა და დღეს საერთოდ ფანტასტიკური შედეგი აქვს Apple-ს. ამის 4.9%-ით არის ის გაზრდილი. ასევე ძალიან კარგი ზრდა და ფინანსური შედეგები აქვს Google-ს, რომელმაც მიიქცია ინვესტორების ყურადღება, პრინციპში კვირის ჩემპიონი სწორედ ეს კომპანია იყო. გუშინდელ სავაჭრო სესიაზე მისი აქციები გაიზარდა 10%-ით. Google ამჟამად არის პლანეტის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი კომპანია და სხვათა შორის გუშინ მან დააფიქსირა ახალი რეკორდი შეფასებისა 4 ტრილიონი 620 მილიარდი დოლარი. ახლა Google-სა და Nvidia-ს შორის ხოობა არის სულ რაღაც დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. აი ერთი კარგი ტრეიდინგის დღე უნდა Google-ს და ალბათ Nvidia-საც გადაასრებს და ყველაზე დიდი კომპანია გახდება. ხო, ტრილიონიანი ხოობა იყო დაახლოებით ერთი თვის წინ და უბრალოდ აღმოფხრა Google-ა ეს ხოობა ფანტასტიკური შედეგებით. უშუალოდ შედეგები კი ასე გამოიყურება პირველ კვარტალში. კომპანიამ მიიღო ლამის 110 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც მკვეთრად აღემატებოდა ინვესტორების მოლოდინს და ეს არ იყო თავარი ამბავი. თავარი ამბავი იყო მოგება, რომელმაც ამ 110 მილიარდში შეადგინა ლამის 63 მილიარდი დოლარი, რაღაც აბსურდულ მოგების მარჟაზე გვაქვს საუბარი და თავად ეს მოგება წლიურად არის გაზრდილი 81%-ით. ამას დარწმუნებული ვარ, Google-ის ყველაზე დიდი გულშემატკივრებიც კი არ მოელოდნენ, რადგანაც ამ ხელა კომპანია 81%-ით არ უნდა იზრდებოდეს. ეს არის სტარტაპის ზრდის დინამიკა, რასაც აფიქსირებს ამის 5 ტრილიონიანი კომპანია. მოკლედ, Google-ს ძალიან კარგი შედეგები აქვს და ამ შედეგების მთავარი გამაპირობებელი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი. Gemini, რომელიც პოპულარული ასე ვთქვათ, AI გახდა მსოფლიოს მასშტაბით, ასევე cloud ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნა და თავად Google, როგორც საძიებო სისტემა და როგორც მარკეტინგის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა. მოკლედ, ეს ტექნოლოგიური გიგანტი იზრდება, ძალიან საოცარ შედეგებს აფიქსირებს, ისეც როგორც ლამის არაზროს არ გვინახავს 91%-იანი მიჯნა. უბრალოდ არ გვინახავს, აი სად არის ის მიჯნა, სადაც Google გაჩერდება. არ ვიცით, ალბათ კიდევ კარგი ხანი ჩვენ ვერ ვიხილავთ Google-ის გაჩერებას, ამ კომპანიას ზრდის კიდევ უდიდესი პოტენციალი აქვს წინ. კაცობრიობის ისტორიაში ყოველი ტექნოლოგიური გარდატეხა დაწყებული ორთქლის ძრავის გამოგონებიდან ინტერნეტის ეპოქამდე ერთი და იმავე ეგზისტენციალური კითხვით იწყებოდა, ჩაანაცვლებს თუ არა მანქანა ადამიანურ შრომას. ისტორიული გამოცდილება გვარნახობს, რომ ძველი პროფესიების გაქრობა ყოველთვის ახალი საშუალებების დაბადების წინაპირობა იყო. თუმცა 2026 წელი ამ დისკუსიაში თვისობრივად ახალ რეალობას აჩენს. პირველად ისტორიაში ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მექანიკურ ფიზიკურ შრომას, არამედ ინტელექტუალურ და კრეატიულ საქმიანობასაც, რაც სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის ტემპს უპრეცედენტოდ აჩქარებს. ამ ტრანსფორმაციის მასშტაბებს ყველაზე კარგად საერთაშორისო ინსტიტუტების სტატისტიკური მონაცემები ასახავს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2025 წლის ანგარიშში, რომელიც 55 ქვეყნის 1000-ზე მეტ დამსაქმებელზე დაყრდნობით მომზადდა, პროგნოზირების მაჩვენებელი ასეთია, რომ 2030 წლამდე მსოფლიოში 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო 92 მილიონი გაუქმდება. ეს ნიშნავს, რომ გლობალური დასაქმების ბალანსი 78 მილიონიან წმინდა ნამატს აჩვენებს. აღნიშნულ პროგნოზს იზიარებს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-იც, რომლის კვლევებითაც ხელოვნური ინტელექტის გავლენით გლობალური მშპ-ს 7%-იანი ზრდა მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ 300 მილიონამდე სრული განაკვეთის სამუშაო ადგილი ავტომატიზაციის პირდაპირ ზემოქმედებას განიცდის. ავტომატიზაციის რისკი სექტორების მიხედვით არათანაბრადაა გადანაწილებული. ყველაზე მოწყვლად პოზიციებს შორის არის ტელემარკეტინგის სპეციალისტები, მონაცემთა ბაზების ოპერატორები და სადაზღვეო სექტორის რისკების შემფასებელი სპეციალისტები. ისინი სახელდებიან სწორედ, სადაც ჩანაცვლების ალბათობა არის თითქმის 99%. ზოგადად საკორპორაციო დონეზე ადმინისტრაციული და საოფისე სამუშაოების თითქმის ნახევარი, კერძოდ 46% სრულად
ავტომატიზირებადია, მიმდინარე მონაცემები უკვე ადასტურებს ამ ტენდენციას, 55,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის გამო გაუქმდა, რასაც ისეთი გიგანტების მხრიდან შტატების ოპტიმიზაცია მოჰყვა, როგორიცაა მაგალითად Amazon-ი, Meta და სხვა გიგანტები. ბაზრის მეორე მხარეს კი სრულიად ახალი მოთხოვნები ყალიბდება, სადაც ზრდის ტემპი 80-დან 140%-მდე მერყეობს. დღეს ყველაზე მოთხოვნად პოზიციებად მონაცემთა ანალიტიკოსები, მანქანური სწავლების ინჟინრები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მიიჩნევიან. ამასთან ნარჩუნდება სტაბილური მოთხოვნა იმ პროფესიებზე, რომლებიც ფიზიკურ ყოფნას და ემოციურ ინტელექტს მოითხოვს. მათ შორის სამედიცინო და სარეაბილიტაციო სფეროებში საგულისხმოა ისიც, რომ ფინანსური სტიმული არსებობს. იმ თანამშრომლების ანაზღაურება, რომლებიც ფლობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უნარებს, საშუალოდ 56%-ით აღემატება მათი კოლეგების ხელფასს, რაც გასუწყალთან შედარებით ამ სხვაობის გაორმაგებაზე მიუთითებს. მიუხედავად ოპტიმისტური ჯამური ციფრებისა, მთავარი გამოწვევა მაინც განაწილების პარადოქსია, პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ გაქრობადი და ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კვალიფიკაციას, ანაზღაურებას და გეოგრაფიულ მდებარეობას მოითხოვს. ავტომატიზაციის მსხვერპლი დაბალკვალიფიციური კადრი მყისიერად ვერ ტრანსფორმირდება მაღალტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტად. თუმცა ენთროპიკის მიერ 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებული ინდექსი აჩვენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთქმედების 52% მიმართულია არა ადამიანის ჩანაცვლებაზე, არამედ მისი შრომის უნარიანობის და პროდუქტიულობის გაძლიერებაზე. ისტორიული ანალიზი, რომელიც McKinsey-ის კვლევაშია მოყვანილი, ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური გარდამავალი პერიოდები საბოლოო ჯამში ყოველთვის უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე ანადგურებს. ამის საუკეთესო მაგალითია ის ფაქტი, რომ დღეს დასაქმებულთა 60% ისეთ პოზიციებზე მუშაობს, რომლებიც 1940 წელს საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, 2026 წლის მთავარი კითხვა არა სამუშაო ადგილების სრული გაქრობა, არამედ მათი ფუნდამენტური მოდიფიკაცია. გამარჯვებული ის მხარე დარჩება, რომელიც არა ტექნოლოგიასთან კონკურენციას, არამედ მასთან ადაპტაციას და საკუთარი უნარების მუდმივ განახლებას შეძლებს. საქმეის საღამო დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ